ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია მომღერალი თამუნა ამონაშვილი. ცხადია სიმღერის გარეშე დღევანდელი ჩვენი გადაცემა არ ჩაივლის, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვან რამეზე მინდა რომ დავიწყოთ საუბარი, თუ შეიძლება თამუნა. ძალიან დიდი ბედნიერება გაჩნდა შენ ცხოვრებაში ასე. რამაც ყველაფერი შეცვალა ალბათ, ხო? აი რაღაცა თითქოს ჩამოიფერთხა რაღაც. საუბარია თამუნას პატარა შვილებზე, ტყუპებზე, ქალვაჟზე, რომელმაც თავიდან ბოლომდე. მოდი დავიწყოთ თავიდან. აი აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, გამარჯობაც. გამარჯობა. პირდაპირ მოსმენა დავიწყეთ. ხო, რა, იმდენად აფორიაქებულები ვართ, მე მით უმეტესად ჩემგან გამომდინარე ყველა, რომ რაღაცნაირად მავიწყდება რაღაცეები. ნუ რა შეეხება, იცი აი საოცარი რაღაც მოხდა, არ ვიცი ეს არის იმხელა დიდი საჩუქარი უფლისგან, რომ აი ამის იქით აღარ მინდა ხოლმე საუბარი რაღაცეებზე რატომ რისთვის როგორ მე ვთვლი რომ ადამიანი როგორც ცხოვრობ რასაც თესავ მე ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრება აი ისეთი მიმართულებით წავიდა რომ ძალიან ბევრს ლოცულობდი ძალიან ბევრი თხოვნა მქონდა უფალთან ვცდილობდი რომ ისე მეცხოვრა ნუ აი რაღაცა ნაბიჯები ისეთი ნაბიჯები იმიტომ რომ ყველა ადამიანს გვაქვს რაღაცა ვნება რაღაცა გინდა ეს მაგრამ რაღაც ტორმუზი გატორმუზებს და ის რაღაც ტორმუზი იყო ყოველთვის მოშიშობა ხთვის და აი ასეთი მიმართულებით უფრო მინდოდა ჩემი შემდგომი ცხოვრება ახალგაზრდობის ლოცვებზეც დადიოდი თუ სწორად მახსოვს ხო? ტაძარში ვგალობ და ეს მე ძალიან მეხმარებოდა ალბათ დამეხმარა კიდევ ვიცით ძალიან ბევრი ადამიანი ლოცულობდა აი ძალიან ბევრი მწერდა იმიტომ რომ მე ინტერვიუებში ხშირად ვიძახდი რომ არ მყავს შვილი და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაღაც რაც შეიძლება იყოს ცხოვრებაში ის მე არ მაქვს მაგრამ სხვა დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი ამისრულდა თუ რაიმე მინდოდა ცხოვრებაში და აი ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა რომ აი თქვენთვის ლოცულობთ იმიტომ რომ მე რამდენიმეჯერ გავაჟღერე რომ აი თუ შეიძლება რომ ილოცეთ ჩემს ხო და აი რაღაცა ადამიანებს ეს რაღაც გულთან მივიდა ალბათ და გამომდინარე აქედან კიდევ მინდა ერთი რაღაც დავამატო აი ამ თემას რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ადამიანებს აი საოცარი მესიჯებისთვის და საოცარი გამოხმაურებისთვის ანუ გჭირდებოდა მხარდაჭერა ძალიან დადებითი ემოციებისთვის მესიჯის სახით რაც მოდიოდა აი ამ ვიდეოების და აი ამ ინფორმაციის დადების შემდეგ მე ვფიქრობ რომ იცით აი ყველა ადამიანში დევს ის რაღაც ის მარცვალი შვილის სიყვარულის, ოჯახის სიყვარულის, ეს ვინც განიცადა და ვინც მიიღო, აი ხა ბურძგლავს, იცი, აი ასეთი ადამიანებისთვის ეს ჩვეულებრივი მომენტია, რომ დალოცოს სხვა და რაღაცა სხვა რაღაცებს არ მიაქციოს ყურადღება. უბრალოდ დალოცოს, რომ მას შვილი ეყოლა და ის ბედნიერი დედა იყოს მის შვილებთან ერთად, ხო და აი ამ ძალიან ბევრი დადებითი მესიჯი გაჩნდა, რამაც მე ძალიან გამაბედნიერა, ასე ვთქვათ, და ვთვლი რომ ძალიან ბევრი ადამიანია, კარგი ადამიანი საქართველოში, რომ და რაც გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და საერთოდ აქამდე მოსვლას ბევრი იმპერიები გამქრალა. თუმცა ორი ბავშვი ძალიან რთულია ერთდროულად. მათი მოვლა-პატრონობა აღსდა გაზრდა. თქვენ ხართ ოჯახი, სადაც არ არსებობს უცხო ხელი, უცხო თვალი, თქვენ თავად უმკლავდებით, ხო? რეზიკო და შენ. შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ძიძა არ ყოლოდა, იმიტომ რომ მე მინდოდა რომ და რეზიკოსაც რა თქმა უნდა, რომ ჩვენ შევიგრძნოთ. იცი აი ამდენი წელი. ეხლა რეზიკოს ყავს ბავშვები დატოვებული, მარტო სახი არიან სახში და გველოდებიან. რა მაგარი. იცით როგორი რაღაცა იმდენად გვინდოდა რომ ამდენი ხნის ნანატრი ბავშვები ხო და ბევრი წელი ნუ რამდენი წელია რომ სულ ნატრულობდა რაღაც ცოტა მოგვიანებით მოხდა ეს საოცრება და აი რო ვერ შეიგრძნობ არ ჭამას გამოცვლას მოფერებას ჩახუტებას და ამას რომ სხვა გაგიკეთებს მე ვთვლი რომ ეს ძალიან არ მომეწონებოდა და ალბათ ყველა ადამიანს ვისაც უნდა შვილი
იგრძნება ალბათ ისე მეც ძიძა არ მყოლია რატომღაც ვერ გავიმეტე ჩემი შვილის ხვისი სიტყვას. აი ხო, შენ გაიგებ მაშინ თუ მინდა რომ დაგამშვიდოთ გოგონებო ამ ყველანაირ შეგრძნებებს ისედაც იღებ, უბრალოდ კიდევ 1+ ადამიანია, ვინც შენთვის და შენი შვილისთვის სულ გვერდით არის. აი ასე ხო, გეთანხმებით ჩვენ უნდა იდეალური არის რომ 5 თვის იდეალურია, როდესაც შენ შეგიძლია რომ შეშვილებთან ერთად იყოს სულ და ჩვენ უნდა გავიჭიროთ და ეს თელი სიყვარული მივიღოთ. ძალიან მაგარია. მაბატი ასე თუ გკითხავ, ფიქრობდი თქვა რომ უკვე დიდი ხარ იმისთვის რომ სულ პატარა შვილები ყავდეს. რაღაც ქვეყანაში ამაზე ქალები ფიქრობენ, რაღაცა ინსტიტუციებია, ქონდა თუ არა აი ამ ხრივ რაღაცა წინაღობა. მე მგონი არა, ხო? არ მქონია, მთავარია ყოფილიყო. მე იმდენად მინდოდა რომ მთავარია ყოფილიყო და თუ უფალი გაძლევს, ეს იგი იმის უნარსაც გაძლევს რომ შენ მიხედო შენ შვილებს. და ადამიანი რო იბადება, უფალი არასოდეს არ ტოვებს, ხო? და ხა მე ყველანაირი შეგრძნებით ჩვენ არავინ არ ვიცით ვინ რამდენი ხანი ვართ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ის რაც ვარ, მე ყველაფერს გავიღებ იმისთვის რომ ჩემი შვილები კარგი ადამიანები აღიზარდონ და საზოგადოებისთვისაც და თავისთვისაც და ჩვენთვისაც ბედნიერების მომტანი იყოს. მე აი ამას გავაკეთებ და დანარჩენი უფლისნებაა ყველაფერი. ისე იცი სულ რა მახსენდება როგორი ენერგია აქვს. ჩვენთან ეთერში იყავი ბევრი წლის წინ და ქამარი მაჩუქე შენი გაკეთებელი, მე ეს ქამარი კიდევ მაგ და ასე მოაყოლა რომ ამ ქამარს რო გაიკეთებ გათხოვდებიო და მართლა გათხოვდი. მე კიდე გაიგე. მოიტანე ეს ქამარი ნანუ რა დედას გეფიცები. მე რა მინდა გაგიშთი მე რა მინდა მაგრამ იყოს ეს ქამარი რა ვიცი არა მაქვს მართლა სხვათა შორის დატვირთვა აქვს კი აი რაღაცას რომ ჩუქნი ადამიანს ძალიან დიდი ბედნიერება შემოდის მის ცხოვრებაში ეს ენერგიები ნამდვილად კი ეს ძალიან კეთილ გაწყობილი ძალიან ბევრი ელოდება და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიმიცია რაღაც მიჩუქები და მართლა ყველა ცხოვრებაში რაღაცა შეიძლება აგე ფაქტი ვარ ერთადერთი ეს ენერგეტიკა არის მაცალე ჯერ მარტოობა ცოტა გაიგეთ და დირით დაგვირეკე რომ წავიდე კაი ეს ენერგეტიკა და ასე დარიკარგება და ეს ეგრევე იგრძნობა თქვენი დამოკიდებულებები, თქვენი სითბო, თქვენი სიყვარული, რაც მოლოდინი გქონდათ ამდენ წლიანი. ეგ შეგრძნებები დაემთხვა თუ იმაზე მეტია თუ როგორი ემოციები გაქვს? არის იმაზე მეტია, იმიტომ რომ მანამდე რეალობაში თუ ვერ ჩავარდები, ვერ მიხვდები, ხო, რეალობა თვითონ გაჩვენებს პლუსებსაც და მინუსებსაც. ამ შემთხვევაში ყველაფერი პლუსია. დამოკიდებულებაში თან ორი ერთად ვაჟიც ქალიც იცი აი იმდენად ვანაწილებ ვერ ვასხვავებ აი ამ შეგრძნებებს გრძნობას სიყვარულს რომ ფაქტიურად მინუს ვერ ხედავ სულ პლუსია ერთი ფაქტორი ერთი რაღაც მინდა თქვა მე ჩავერთვები ხა ეს წლები როცა ეს პრობლემა არსებობდა ხო მაგ დროს ძალიან ბევრი წელი ნებდება უჭირთ რაღაცა თავარი არის ალბათ რომ ეს თქვენ გადალახეთ და შეძერეთ ბოლომდე მიგიყვანოთ კი იცით რა არის მე მინდა რომ აი უდიდესი მადლობა გადაუხატო იმ ადამიანებს ვინც მე ამაში დამეხმარა ну რა თქმა უნდა ახლა ლაპარაკია იმაზე რომ ეს ბავშვები მე თვითონ არ გამიჩენია ეს არის სუროგატის დახმარებით გაჩენილი მაგრამ როგორც მეუბნებოდნენ როდესაც ჩვენ ყველაფერი გავიარეთ მე შემეძლო მეტარებინა მაგრამ მე ამაზე უარი ვთქვი იმიტომ რომ ალბათ უკვე ეს ვერ გაუძლებდი აი ფსიქოლოგიურად GGRS-ის კლინიკა რეპროდუქციული ჩვენი ნინო მუსერძე ხო ნინო მუსერძე ქალბატონ ნინო მუსერძე აი უდიდესი მადლობა არ ვიცი ეს ადამიანი არის აი ფანტასტიკური ადამიანი თავისი ყველაფრით აბსოლუტურად ისე დამანახა ყველაფერი ისე ლამაზად ისეთი ლამაზი ფურცლები გადამიშალა რომ მე უფრო თვითონ თქვენ და რეზიკოს ურთიერთობას უსავდი ხას მაგ დროს ამდენ წლის განმავლობაში ეს საკე თემა არის მადლობა მოუხადო ამ ადამიანებს გიორგი არჩვაძეს გვანცა მელაშვილს არც მაგათ ჩვენც ყველას ვიცნობთ ეს არის ჯგუფი რომელიც
საოცრად დიდ საოცრებებს აკეთებენ. მაგრამ ნახე იმ ჯგუფთან წყვილი რომ მიდის ძალიან დიდი პრობლემა ყოველთვის არის თქვა საზოგადოების წნეხი, ჩვენი სტერეოტიპული აზროვნება და ძალიან ბევრი ბარიერი, რომელიც ფსიქოლოგიურად ჩვენ გვანგრევს. და ამ შემთხვევაში ქმრებზე მოდის ხოლმე ძალიან დიდ დაწვა, იმიტომ რომ კაცი ხშირად ვერ უძლებს. შენ და რეზიკომ ძალიან ღირსეულად გაიარეთ აი ეს დიდი პერიოდი, ხო? აბსოლუტურად თანაბრად მე ვიტყოდი რომ რეზიკოს აბსოლუტურად უფრო მეტად შეიძლება მე რამეზე მენერვიულო, მაგრამ რეზიკო აბსოლუტურად ყველაფერს ისე უყურებ. იცი რა, ეს მოდის უფლიდან. მე ღმერთი თუ არ დაუშვებს ამას, ხო, ეს არაფერი არ მოხდება არავის ცხოვრებაში. დაიშვა, ჩამოფრიდა ეს ორი ანგელოზი. იცი რა, ადამიანები ალბათ არსებობენ, ვისაც რაღაცა ისეთი კითხვები უჩნდებათ, მაგრამ მე ვთვლი რომ არანაირი ისეთი კითხვა არ უნდა გაგიჩნდეს სხვისი ცხოვრებისთვის. მას როგორც აწყობს, რაც დააფერთხა უფალმა, კარგია ეს თუ ცუდი ეს მისთვის არის, მისი ჯვარია ეს და მისი ადამიანები ხო როგორი ინტერესიანები ვართ და ხშირად ვიცით არ ვაქცევ საერთოდ ყურადღებას, ფაქტიურად არაფერს არ ვკითხულობ, უბრალოდ ვიცი რომ ძალიან ბევრი დადებითი ჩემი აზრით ყველას ძალიან უხარია. პროფესიის და მაგის შეთავსება ეხლა ეს მიბმულია, მაგას როგორ ახერხებ? ეხლა ძალიან ძნელია. ხა კონცერტები არის ალბათ. ეთქობა ეს სიმღერების ფონზე იზრდებიან ეხლა დაწოლებული ვარ. დილიდან საღამომდე ეხლაც აი ნუ ახალი სიმღერა გავაკეთე და ბავშვებთან ერთად რაღაცა საოცარ ძალას. პრემიერა გვექნება დღეს მეგობრებო ახალი სიმღერის. ახალი სიმღერის რაღაცა საოცარ ძალას თითქოს გაათმაგებულად შემოვიდა წარმატების ზალა. ეს ორივე განწერულია სიმღერისთვის. რაღაცა თითებს ლოვნია რაღაც ისეთი და აი ამ ყველაფერს რო უყურებ, იცი რაღაც თითქოს უფრო მეტად იხსნები და მეტად ანუ მეორე ცხოვრება დაგეწყო. ანუ ახერხება, კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კონცერტები 4-5 კონცერტი მექნება და შემდეგ კიდე უფრო მეტი. რეზიკო რა პრობლემებში იქნება? კი, მაგრამ რეზიკოს ჩემთან ერთად იქნება კონცერტებზე, იმიტომ რომ მე მარტო ცოცხალ ბენდთან ერთად მაქვს კონცერტები და ესე იგი რეზიკოს ბავშვები არიან ეხლა. ახალი წლის ბოლომდე. არა, აი 5 კონცერტი რო გექნება. არა, რეზიკო ჩემთან ერთად იქნება. უბრალოდ იქნებიან ჩემი ოჯახის წევრების ბავშვები, ჩემი დადი, შვილი, ყველა ჩართულია აბსოლუტურად. იმსახურებენ ეგენი მაქსიმალურად. ძიძის გარეშე, მაგრამ ერთი სული აქვთ, რომ მოვიდნენ და ბავშვები ხილები არიან ახლა. 3 თვის და 14-ია ხო დღეს? დღეს არის 14. პირველში რო არიან დაბადებული, მე ესე ვითვლი პირველი და რიცხვიც არის ის. ზუსტად ის რიცხვია რა დღეც არის. და ასე რომ 3 თვის და 14 დღის არიან და ბიჭი უფრო აქტიურია, ვიდრე გოგო. გოგო ქალურია. არა, მე რა დაასწრებს ის გამოეწევა ამაში. როგორი მომზადებული იყავით ამუნა, ეხა მილიონი საშუალება, ყველაფერი გვასწავლის, როგორია თანამედროვე დაუშვათ გაიდლაინი, მაგრამ ზოგი მშობელი ამ ყველაფერს ვერ აკეთებს და მაინც რაღაცა თავისი, აი როგორი მშობელი. იცი რა არის? მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად აი კიბორჩხალები, მე ზოდიაქოთი ვარ, კიბორჩხალა. ჩვენი მეგობარია, მორიელების. და რასაც ვკითხულობ ხოლმე კიბორჩხალას შესახებ, საოცარი დედები არიან და ოჯახის ბუჯები, ხო. ეს ყველაფერი გაათმაგებულად გამოვიდა. ეხლა ვიგრძნობდი, რომ მე პირველად სანამ დაბანას ვისწავლიდი ბავშვების, ჩემი მეგობარი მეხმარება და მეგონა ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, მაგრამ ალბათ სამ დაბანაზე უკვე როგორ ყველაფერს ისე აი გაათმაგებული ენერგიით. ანუ მე შიგნით ძალიან დიდი დოზით მქონდა და უცბად გამოვიდა ეს ყველაფერი. და კითხულობ თქვათ განვითარებაზე, რა დროს. კი, რა თქმა უნდა, ინტერნეტი აჭრელებულია. ყველაფერია, რა თქმა უნდა, რაღაცას ვიღებ, რაღაცას ვუარყოფ. უფრო აი ადამიანი თვითონ რასაც გასწავლის ბავშვები, ალბათ იმას უფრო მიყვება. იცი რა, ყველა ფსიქოლოგი მაინც მაგას ამბობს საბოლოოდ, რომ მოусმინეთ თქვენს ბავშვს, ანუ გულის ყურით მოусმინეთ და თქვენ აუცილებლად იპოვით მიზეზს. ანუ ხშირი პრობლემა არის, რომ კომუნიკაცია არ გვაქვს ერთმანეთთან და მან იწყება ყველანაირი კედელი, ხო? აი მე უფრო ბავშვებიდან გამომდინარე რა მოწონთ, რა არ უნდა, ის იცი რა
რაღაცა რო იცი მას მოწოს, მაგრამ ეს არ ვარგა, ვცდილობ რაღაცნაირად შევაჩვიო, იმიტომ რომ მან რა იცის ეს კარგია თუ ცუდია და რაღაცნაირად შევაჩვიო ისე, რაც არის კარგი, ვთქვა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. დედამ ყველაზე კარგად იცის რა უნდა კონკრეტულად თავის შვილს. როგორი დედა იქნება შენ? ხო, როგორ გონია შეზღუდავ მათ ტრაექტორიას თქვათ გადაადგილების ან რთული კითხვა. კი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნაფიქრი გაქვს ამაზე. რა კი, და რამდენად სხვა შორის ძალიან ნერვიულობ ამ საკითხზე, რომ უბრალოდ ცხოვრება წამოვიდა ისეთი პერიოდია, მერე და მერე კიდევ და სხვათა შორის წავიკითხე ახლა, რომ 25 წლიდან დაბადებული 30 წლამდე ბავშვები არიან ბეტა ვერსია, ხო. და რაღაცა ისეთი პლანეტას რომ გადაარჩენენ და ნუ რაღაც ის ძალიან კარგი რაღაცები ეწევ და ძალიან გახარებული ვარ რომ ცოტა დამჯერი შეიძლება ნუ ვეცდები რომ იცი რა მათ სულში ჩავიხედო ყველაზე მთავარი მათ სულში ჩავიხედო დანარჩენი იცი რა მე ვასწავლი სიყვარულს მე ვასწავლი მოყვასის სიყვარულს ვასწავლი მშობლების ნათესა საერთოდ ყველაფრის სიყვარულს ვასწავლ დანარჩენს თვითონ მიხვდებიან ცხოვრებაში რა გააკეთებს ცხოვრება თვითონ ასწავლის ყველაფერს თვითონ უნდა მიხვდნენ და თავიანთი ჯვარი თვითონ უნდა ატარონ ისე აი ერთი კითხვა შენც და მეც პირველად რომ დამისვეს ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე რისთვის ზრდით ბავშვს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან უნდა იცოდეს როდესაც მიაღწევს ზრდასრულობას ვიცი რთულია, მაგრამ ძალიან მარტივი პასუხი აქვს. აქვს ერთი ეგრეთი ერთი და ძალიან აპრიორი სწორი პასუხი რო არის. არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომწონს პასუხი. პასუხი არის ასეთი. დამოუკიდებლად ცხოვრება რო იცოდეს. ანუ დამოუკიდებლობად პასუხისგებლობის აღება, სურვილის გამოთქმა, უარის თქმა. 19 დღის ბავშვებს თავი რო დაანებოთ. ამან ნერვიულობა იქო. რა დროს ეგ არის დათქმი ადამიანო. შეკი რას ასწავლი ბავშვს დამოუკიდებლად 3 თვის და 14 დღის ბავშვები არიან. შეგონია ახლა მე სულია დამოუკიდებლები არიან. ამბობენ რომ ყველაფერი ესმით ზუსტად ამასაკიდან და ყველაფერი სიმღერებს უსვენეთ. და მუცელშიც კი უკვე მეცვლა ლაპარაკობ. არ გაგვეპარო სიმღერაზეც გითხარით, ორი სიტყვა სანამ მოგისმენთ. ხო, სიმღერასაც შეეხება ესეთი სახალწლო ძალიან მხიარული. ვისი სიმღერაა პრემიერ? სიმღერა, ტექსტი ჩემი და ჩემი მეგობარი ირაკლი ნინუას ერთიანი ტექსტია და სახალწლო ძალიან ნუ ესეთი ადვილად მისაღები ტექსტიც, მელოდიაც ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერაა და ძალიან კარგ განწყობაზე დაგვაყენებს ასე მგონია. ჩვე არ გვეპარება, როგორც შედიმა სიმღერაა, ასე ვთქვათ. ხეს მე მგონი ძალიან ნამდვილი ზამთრული დილა გვაქვს, ტემპერატურაც ძალიან დაბალი იყო, რომ გამოვიდა განიც აღარ არის. მაგრამ მაინც გაწყობა ნელ-ნელა შემოდის ჩვენში ახალი წლის და გადადი თუ კიდე ჩვენ სცენაზე უკან წარმატებები ძალიან დიდი მადლობა თავარ სცენაზე ბოდიში წარმატება მინდა გისურვო ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვები და ლაღი რაც თავარია ლაღი და ბედნიერი ცხოვრება ამინა არა მარტო ჩემ შვილებს საერთოდ ზოგადად ყველა საბარა ყველა ბავშვი უნდა იყოს ბაშასე თამნაშვილი სიმღერის პრემიერით სახალწლო ძალიან ლაღი და თბილი სიმღერა ჩვენთვის